27 ოქტომბერია ორშაბათი თქვენ თავისუფალ სივრცეს უყურებთ, გადაცემა უნდა დავიწყოთ. ძალიან მძიმე ამბით, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა ცნობილი პროდიუსერი და ბიზნესმენი ლაშა ბასლაძე. ვუსამძიმრებ ლაშას ოჯახს და მის ახლობლებს, მე პირადად ლაშას წლების განმავლობაში ვიცნობდი და მაკავშირებდა მეგობრობა. ძალიან ძნელია ლაშაზე წარსულში ლაპარაკი. ნახოთ გადაცემის ანონსი. რატომ არ შეიძლება სააკაშვილის ფოტოების საპროტესტო აქციაზე? რა სცენარი იყო 4 ოქტომბერს? როგორია მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერის მოსაზრებები? მოусმინეთ მაია ორჯონიკიძეს. პოლიტიკური ანალიზით ანალიტიკოსი გიორგი ქაჯაია. საქართველოს პროკურატურამ ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. ფაქტია ეს, რომელსაც ვერ გავექცევით, რომ ომის დროს, და არა მარტო ომის დროს, მიმდინარეობდა დაახლოებით 2-3 წელი მიმდინარეობდა ამ ხონების, ასე ვთქვათ, არაკანონიერი გადაცემა. როგორ აღმოჩნდა ტექნიკური უნივერსიტეტის შენობის ნაწილი გიული ალასანიას ხელში? არის სიცრუე, ისევე როგორც სიცრუე ეს ბრალდედები, ეგრეთ წოდებული ბრალდედები, რომელიც ჩემს შულს ამოუყენეს. თავისუფალ სივრცეში უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე. ხდებით საღამოს 9-ზე თავისუფალ სივრცეში. და უნდა დავიწყოთ საუბარი მაია ორჯონიკიძესთან, ის უკვე ხაზზე არის. საღამომშვიდობისა, ქალბატონო მაია. საღამომშვიდობის ვახო. ქალბატონო მაია, მოდი დავიწყოთ საუბარი გუშინდელის საპროტესტო აქციით, რომელიც გაიმართა რუსთაველის გამზირზე. როგორი იყო თქვენი მოლოდინი და როგორ შეაფასებდით გუშინდელ დღეს? გუშინდელი საპროტესტო აქციის განხილვა და შეფასება შეუძლებელია კონტექსტის გარეშე. კონტექსტის გარეშე გეტყვით, მაშინ დავაზუსტებთ თუ კიდათ. შეკითხვას ბოლომდე. შვილის პლაკატები და თქვენ იცით რომ ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილისგან, გიგა ბოკერიასგან იყო გასაუბრება იქ ადამიანებზე, რომ არ იყო მაინდა-მაინც ასე რბილად რომ ვთქვათ აუცილებელი სააკაშვილის ფოტოები რუსთაველის გამზირზე. რამაზეც გამოიწვია გარკვეული ადამიანების გულისწყრობა. და ჩემი შეფასება გაინტერესებს. ხო, როგორც მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი, მაინტერესებს რატომ არ შეიძლება იყოს რუსთაველის გამზირზე აი ამ აქციების დროს სააკაშვილის ფოტოები თუნდაც. იცით რა, ვახო, ყველა მოვლენას აქვს თავისი ლოგიკა. დიახ. ამიტომ ჩემთვის პირადად არაფერი გასაკვირი იმაში არ არის, რაც გუშინ მოხდა. იმდენად, რამდენადაც გაცხადებულად, ხას უსვამ, გაცხადებულად, თორე აშკარად იქამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო ეს პროცესი გიგა ბოკერიას და თამარა ჩერგოლიაშვილის მხრიდან, მაგრამ გაცხადებულად 2016 წლის შემდეგ, 2016 წლიდან ჩვენ მომსწრენი ვართ იმის, რომ ეს წვლილი ერთის მხრივ თავს პოზიციონირებს რუსული რეჟიმის ოპოზიციად და მეორეს მხრივ აბსოლუტურად იდეალური პარტნიორია შეიძლება ითქვას ბიზნა ივანიშვილის, იმიტომ რომ სწორედ ისეთი ნაბიჯები იდგმებოდა მუდამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული დღემდე, დღის ჩათვლით, გუშინდელის ჩათვლით, რა ნაბიჯებიც იყო არათუ სასარგებლო, არამედ აუცილებელი, ჰაერივით აუცილებელი ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვის. ქალბატონო მაია, იმ კონტექსტში, როდესაც მოთხოვნები არის, თქვათ, იგივე ახალი არჩევნების ჩატარება, იგივე ვნახეთ ჩვენ 4 ოქტომბერი, როგორ უყურებთ, აი მაგალითად საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მიმართვა, რომელიც გუშინ საზოგადოებამ მოისმინა, სალომე ზურაბიშვილის, თქვათ, წინა პლანზე გაწევა და დანარჩენი ადამიანები დღეს სოციალურ ქსელში წერდნენ, მაგალითად ირინა სარიშვილი, რომ მას არ მიეცა მაგალითად გუშინ იქ მიმართვის საშუალება
საშუალება. რატომ არის სალომე ზურაბიშვილი მაინდა-მაინც წინა პლანზე აი ამ პროცესებში გაწეული? თქვენ როგორ ფიქრობთ? ვერ მივხვდი, რატომ არის სალომე ზურაბიშვილი რა? აი ამ თითქოს წინა პლანზე არის სალომე ზურაბიშვილი, მაგალითად ქალბატონ ირინა სარიშვილი, რომელიც წერდა, არ მომეცა საშუალება, რომ მიმემართა იქ ხალხისთვისო. ანუ რატომ არის სალომე ზურაბიშვილი, მაგალითად ესე ჩანს ყოველ შემთხვევაში, რომ ის არის ლიდერი აი ამ პროცესებში. მე ვერ ვიტყოდი, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ლიდერი ამ პროცესებში, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილმა სულ თავი დავანებოთ აღარ ვიძახი ძალიან ძველ ამბებს, მაგრამ 2018 წლიდან რომ მოყოლებული იმ სასტიკი სპეცოპერაციით და პრეზიდენტად დასმის მომენტიდან, რომელსაც სხვა შორის შეეწირა ადამიანი სახელად ია კერზაია, ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი, არაჩვეულებრივი ქალბატონი, მინიმუმ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა პირადად სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებამ, რომელიც ესე იგი ეს ეგზეკუცია სხვათა შორის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოხდა 2018 წელს, რასაც შეეწირა ია კერზაია, აღარ ვლაპარაკობ იმ საპოლიციო და ქუჩა პოლიცია და რუსული ოცნება, პარტია რუსული ოცნება გაერთიანებულები იყვნენ და სალომე ზურაბიშვილი იმდენად არაპოპულარული იყო, რომ ბანერებზე სალომე ზურაბიშვილის პორტრეტის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილის და თუ არ ვცდები კობახიძის თუ ალაძის პორტრეტები იყო გამოფენილი. მე მესმის, რომ ფსევდოპოლიტიკოსებს, რომლებიც სინამდვილეში არიან მედროვენი, ქართველი ხალხი გონიათ უმეხსიერებო მანქურტები, რომელთაც ქათმის მეხსიერება აქვთ და არა თუ 30 წლის წინ, 100 წლის წინ რა მოხდა, 5-6 წლის წინ რა მოხდა და 12 წლის წინ რა მოხდა, გონიათ რომ არ ახსოვთ. სამწუხაროდ არის ნაწილი ვახო, რომელსაც მართლა ავიწყდება ყველაფერი. მე არაფერი არ მავიწყდება პირდაპირ გეუბნებით და სწორედ იმიტომ რომ არაფერი არ მავიწყდება, მე პირადად ირინა სარიშვილის გამოსარჩლება საერთოდ მჭირდება მიხეილ სააკაშვილის. არ ვიცი ხა მიხეილ სააკაშვილი თუ ჭირდება, ეს მისი უფლებაა, მაგრამ მე მიხეილ სააკაშვილის ადგილზე ირინა სარიშვილისნაირი დამცველები არ დამჭირდებოდა, იმიტომ რომ ირინა სარიშვილზე ბევრად უფრო ღირსეული ხალხი იცავს ბატონ პრეზიდენტი რა ქალბატონ ირინას, ქალბატონ მაია. არაფერში შემჩნეული არ ყოფილა და ჩვენ არც ისე ცოტანი ვართ, მაგრამ კეთილი ტაქტიკური მოსაზრებების გამო ჩვენ გვიყვარს თვალების დახუჭვა. უბრალოდ ჩემთვის პირადად სალომე ზურაბიშვილი, თამარ ჩერგოლიშვილი, ირინა სარიშვილი ერთი და იგივე მედროვეთა კატეგორიას ეკუთვნიან და ის რომ დღეს ირინა სარიშვილი არის კონკრეტულად აქეთა მხარეზე, ვერ დამავიწყებს აწლეულების მანძილზე რა მხარეს იყო ირინა სარიშვილი. ეს ერთი. მეორე ერთი, ირინა სარიშვილი იძულებულია იყოს აქეთა მხარეზე, იმიტომ რომ იქითა მხარეზე ეცადა ბიძინა ივანიშვილი რომ მოვიდა ძალიანაც გადასარევად ღია წერილი დაწერა რომ ესე იგი მე გასწავლით ნაცმოძრაობის დამხობა როგორ უნდაო, მე ვიცი მაგაც სამზარეულო, მაგრამ ბიძინამ არ უყვარს მოღალატეები, ერთადერთი პლუსი აქვს, შეიძლება ითქვას საერთოდ მის პლუსებზე. და არ გაიკარა. მხოლოდ ამის შემდეგ ნელ-ნელა და გადმოვიდა ირინა ეგრეთ წოდებულ ჩვენ მხარეზე. ამიტომ ჩემთვის ირინა სარიშვილის საერთოდ რა უნდა რა უნდა სალომე ზურაბიშვილს მიკროფონთან. რა უნდა მიკროფონთან თამარა ჩერგოლეიშვილს და რა უნდა ირინა სარიშვილს. სამივეს მე მაგალითად უვადო იმაში გაუშვებდი პოლიტიკურ სანაგვეზე. პირდაპირ გეუბნები. შეიძლება ზოგიერთ ჩემს თანამოაზრეს ეს არ მოეწონოს, ბატონო რა, მაგრამ ეს ვერ შეცვლის ჩემს დამოკიდებულებას, იმიტომ რომ მე მიმაჩნია რომ ტაქტიკურ მომხრეებზე მეტად მნიშვნელოვანია სუფთა ადამიანების თანადგომა. სუფთა ადამიანების, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც იცვლის პოზიციას ხელთათმანებივით, მე პირადად არ მჭირდება ის თანამებრძოლად. იმიტომ რომ ერთი რამის მჯერა. ვაცლავ ჰაველმა თავის დროზე თქვა. ძალიან ბევრი ამბობს, რომ პოლიტიკა არის ბინძური საქმე რა, სფერო. ვაცლავ ჰაველს ციტირებ. მე არ ვფიქრობ ასეო. რომ პოლიტიკა არის ბინძური სფერო. იმიტომ რომ პოლიტიკას ბინძურად ხდიან ბინძური ადამიანები. პირიქით, პოლიტიკა არის ის სფერო, სადაც არსად ისე არ ჭირდება სუფთა ხალხი, როგორც პოლიტიკაში.
აი ამაშია ქალბატონო მაია. როგორი პოლიტიკოსები ყავს? დიახ. წარსული პოლიტიკოსები დაწყებული, დღეით დამთავრებული, ისეთი მდგომარეობა გვაქვს. ამიტომ ჩემთვის პირადად ისტორიული ნაგავია. დიახ. სალომე ზურაბიშვილის, ირინა სარიშვილის და თამარა ჩერგოლეიშვილი მის ქმართან ერთად. ესენი არიან მედროვეები და ერთმანეთის ეხლა ტაქტიკური პოზიციური ისინი აქვთ. არ მჭირდება. ქალბატონო მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი. სუფთა, გაუსვლელი და სუფთა ბიოგრაფიის მქონე პოლიტიკოსები არსებობენ, ბევრი არა, მაგრამ მაინც აი ამ პოლიტიკოსების გვერდზე, ან თუნდაც არაპოლიტიკოსების, რომლებიც ბოლო დროს ჩაერთვნენ, ხო? იგივე ჩვენი სასახელო მსოფლიო ბანი, ირაკლი ნადირაძე, ლევან ხაბეიშვილი, ამ ხალხს სუფთა წარსულიათ. ამათ პარტიებიდან პარტიებში არ ურბენიათ. და აქვთ ისეთ საქმერაშია სიმართლის თქმასაც მორალური უფლება უჭირდება. გასაგებია. სიმართლის თქმასაც უფლების მოპოვება ჭირდება და ამ უფლებას შენ ფული და თანამდებობა კი არ გაძლევს. ან პარტიულობა. ერთადერთი რაც გაძლევს სიმართლის თქმის მორალურ უფლებას, მორალურს, თორე ეხლა შენ სამზარეულოში რაც გინდა ილაპარაკე, ხო? ერთადერთი რაც გაძლევს საჯაროდ ხალხის წინაშე ლაპარაკის მორალურ უფლებას და სიმართლის თქმის უფლებას, ეს არის შენი წარსული, შენი ბიოგრაფია. იმიტომ რომ არაფერი ისე არ ლაპარაკობს კარგად ადამიანზე, ვიდრე მისი წარსული. ქალბატონო მაია. ნებისმიერის წარსულს და ტაქტიკური მოსაზრებების გამო, ტაქტიკურ მოკავშირეებად, ნუ გაიხდით ისეთ ხალხს ნუ გაიხდით, რომელთა მაგვარსაც დღეს თქვენ აკრიტიკებთ, კერძოდ ჩერგოლეიშვილს და იმას. გასაგებია, ქალბატონო მაია. ქალბატონო მაია. არც ერთი იყო, ხო გახსოვთ რა, ისაო ეგვიპტელი და არც მეორე სპარსი თუ უკვე ამერია. ორთავე ბედკრული საქართველოს გრუზინული პოლიტიკუმი შვილები იყვნენ. გასაგებია, ქალბატონო მაია. ჩემი აზრი ესეთია, სუფთა საქმეები კეთდება სუფთა ხელებით. გესმით ქალბატონო მაია, ჩემი სუფთა ხალხით. ქალბატონო მაია. გესმით ხო? როდესაც მაშინ აცხადებენ სალომე ზურაბიშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტად დღემდე, თუნდაც ის ადამიანები, ვის პოზიციასაც თქვენ იზიარებთ, ანუ ეს არასწორი არის ქალბატონო მაია? მოგახსენებთ. დიახ. ვინაიდან და რადგანაც შენს და მაქსიმალურად მოკლედ ვილაპარაკო რა. დიახ. იმიტომ რომ უფრო ფსად დავამკლო. ვინაიდან და რადგანაც ჩვენი ბედკრული ისტორია და კერძოდ უახლესი ისტორია იმდენად ძიმეა, რომ ცუცსა და უარეს შორის გვიწევდა ძალიან ხშირად არჩევანი, ამის გამო ჩვენ 2018 წელს გაყალბებული არჩევნების გაყალბებული შედეგებით მოსული სალომე ზურაბიშვილიც კი 2024 წლის არჩევნებზე ჩემი აზრია, შეიძლება ვინმე არ დამეთანხმოს. სხვა გამოსავალი არ ქონდა, იმიტომ რომ პირველად სალომე ზურაბიშვილის ბიოგრაფიაში, პირველად მის ცხოვრებაში მისი პირადი კარიერული ინტერესები და ამ ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. რა კარიერული ინტერესზე გაქვთ? განსხვავებით სააკაშვილის დროიდან. რა კარიერული ინტერესი ქონდა ქალბატონო? ბიზნეს დროიდან. რატო დაემთხვა? რა კარიერული ინტერესი ქონდა ზურაბიშვილს? პრეზიდენტობა ხელმეორედ და საერთოდ ჩამოწერას აპირებდნენ სალომე ზურაბიშვილისას, ხო? მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა აბა დაფიქრდი, რატო შეიცვალა ასე რადიკალურად პოზიცია. ქალმა, რომელმაც წამოიწყო უმსგავსი გარეჯი საქართველოს რუსული კომპანიის ნაწილი იყო, ხო? იქ გასუთ ავტომატებით უცბად, ეს ვითომ ძალიან მშვიდობიანი ქალი უცბად რა უნდა და ავტომატიან ბიჭებთან ერთად გარეჯში. მოკლედ აღარ გვინდა. აი ეს ქალბატონო მაია. ნებისმიერ ფასად უნდა და გამხდარიყო პრეზიდენტი, იმიტომ რომ წინამძღოლში გრიგოლ ვაშაძემ მოიგო და ეს იყო გაყალბებული, მაგრამ რატო შეიცვალა? იმიტომ რომ როდიდან შეიცვალა? უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან. რატომ? იმიტომ რომ დასავლეთი მისი ძალიან მცდარი რო არ თქვა დანაშაულებრივი პოლიტიკის მრავალწლიანი პოლიტიკის შედეგად, რომელიც განსაკუთრებით ბარაკ ობამას და ანგელა მერკელის
პოლიტიკურ ხარში გამოიხატებოდა და 22 წლამდე ეს გრძელდებოდა. ანუ გაცხადებულად არა, მაგრამ კოლექტიური დასავლეთი, ანუ შეერთებული შტატები და ევროკავშირი de facto de jure არა, მაგრამ de facto აღიარებდნენ რუსეთის გავლენის ზონებს, სფეროს, საქართველოს, უკრაინას და ყოფილ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს გარდა ბალტიისპირეთისა. და ამ დროს ხდება ის, რომ ლოგიკური შედეგი ამ უზნეო პოლიტიკის დასავლეთის მხრიდან, ესე იგი გათამამებული, იმიტომ რომ შეერჩა 2008 წელი, შეერჩა 2014 წელი პუტინს და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და სამი თვე იბრძოდა შიშველი ხელებით უკრაინა და მეორე უკვე შეუძლებელი იყო დასავლეთს მართლა გაეგრძელებინა ეს პოზიცია და უკვე იძულებული იყო შემოტრიალებული იყო თავისთავად დაანახა უკრაინამ სარკეში ფარისევლური თავი რომ სისხლიანი ნავთობზე თვალს ხუჭავდნენ და ომი ნელი ომი 2014 წლიდან არ გაჩერებულა უბრალოდ ფართომასშტაბიანი დაიწყო ამიტომ ექსკლუზიურად უკრაინელი ხალხის გმირობის და უკრაინული ჯარის და ხელისუფლების გმირობის ამ სამკუთხედის ხელისუფლება უпросто ხალხი ჯარი ხელისუფლება აი ამ სამეული ამ ტრიადის გმირული ტრიადის დამსახურება იყო რომ დასავლეთის შეანჯღრია საკუთარი უგვანის სახით დაანახა ფარისევლური დასავლეთს და დასავლეთი იძულებული იყო შეეცვალა პოლიტიკაც და დახმარება და ასე შემდეგ. აი, მხოლოდ ამან აიძულა სალომე ზურაბიშვილი და რატომ? სალომე ზურაბიშვილი არის დაბადებული ძალიან კარგ ოჯახში, უნდა ითქვას, არაჩვეულებრივი ძმა ყავს, მართლა არაჩვეულებრივი, ბატონი ოთარი და წინაპრებიც. მაგრამ, ნუ იცით თქვენ ოჯახში 1000 ყველანაირი ხალხია, ზოგი ესეთია, ზოგი ესეთია, ხო? ხო და მას ის არის მაინც ასე თუ ისე ფრანგული ევროპ-დასავლური პოლიტიკუმის ნაწილია. ის მუშაობდა გაეროში, ის იყო შეიძლება ახლა იქ გასაგებია რომ იქ არავინ არ მიართმევდა საფრანგეთში იმ პოსტებს, რაც თავის დროზე ბატონმა პრეზიდენტმა მიშამ სჯეროდა რომ მართლა კარგი უნდა ქვეყნისთვის სალომე ზურაბიშვილი ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრობა მიართვა, შემდეგ ბიძინამ პრეზიდენტობაც მიართვა. საფრანგეთში ის იყო რიგითი დიპლომატია, რომელისნაირიც ათასებია, ხო? მაგრამ პატივმოყვარეობა სალომის ბევრად დიდი იყო, ვიდრე მისი პერსპექტივები საფრანგეთში. ხო იცით იულიუს კეისარმა რა თქვა, ჯობია სოფელში იყო პირველი, ვიდრე ქალაქში მეორე ან მეათე. თუმცა მე სოფლად ივანაშვილისგან განსხვავებით საქართველოს არ მიმაჩნია, უბრალოდ ხვდებით ალბათ რა შედარება. ანუ ის იყო იძულებული. არ შეიძლება რომ მაინც დასავლური პროდუქტია. მისი იმიჯი დაიმსხვრეოდა, მან იცოდა რომ ეს იქნებოდა მისთვის განაჩენი რომ ჩაყოლოდა რუსულ ოცნებას ბიძინა ივანიშვილს პრორუსულ პოლიტიკაში. აი ამიტომ შემოტრიალდა ის და იმ მომენტიდან უკვე სალომე ზურაბიშვილმა გაცხადებულად სხვათა შორის არ დაუკარგავ, რაც არ უნდა არ მომწონდეს და არ ვენდობოდე, არასოდეს არ დაუკარგავ, თუნდაც მოწინ. მე ჩემგოლეში შემილია თქვა რაღაცა ანუ დასავლეთისგან მას გარანტია ჰქონდა რომ პრეზიდენტი გახდებოდა ისე. აი ამის შემდეგ დიახ ერთი წამი დავასრულე. სალომე ზურაბიშვილმა დიდი როლი შეასრულა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ პრეზიდენტი იყო, უთავდებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ სამი სახელისუფლებო შტოდან საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხო ერთადერთი იმ დროს ჯერ კიდევ ერთადერთი ლეგიტიმური შტოს წარმომადგენელი იყო პრეზიდენტი, როგორც იყო არჩეული უკვე ვიცით და თქვით, რომელმაც განაცხადა მთელი მსოფლიოს გასაგონად არჩევნები გაყალბდა. ამას ჰქონდა ძალიან, აი მიუხედავად ჩემი უარყოფით დამოკიდებულებას, იმიტომ ძალიან ბევრი რაღაცები აქვს, ძალიან ბევრი, მაგრამ ეს იყო ძალიან გასაგებია. ერთადერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. იმიტომ რომ ამას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. როდესაც მოქმედი ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი, თუნდაც ცერემონიული პრეზიდენტი იყო, მე რა ამბობს. ამას ჰქონდა, ამას ვუფასებ. მაგრამ ვიცი რა მისი ფსიქოლოგია. გასაგებია. ქალბატონო მაია. კარიერი ისიც ვიცი, რითიც იყო ნაკარნახები, მაგრამ მე რა რომ ის ინტერესზე დაემთხვა, რაც გააკეთა კარგი. მაგრამ ამის მერე დაიწყო საინტერესო ამბები. ამ საინტერესო ამბებზე იმაზე მაღლა, ვიდრე შეუძლია მას მენტალურად. და ლიდერის გახსოვთ პირველი თვეები, სალომე ახალგაზრდებს, როგორი იმედი ჰქონდა ჩვენ გულანთებულ ახალგაზრდებს.
და ნუ ეხლა როცა არა ხარ არწივი და ხარ არ ვიცი მე ნუ ინდაური ან გიждები ინდაურებზე რა მაქვს საწინააღმდეგო კი არ ლანცალანძღები სიტყვა კი არა ნუ კაი შაშვი ხარ არა ხარ არწივი და მორჩა როდესაც ქალმა თქვა რომ აბა მე არ გამოვალ იმიდანო სასახლიდანო და ახალგაზრდობა ხალხი იყო მომზადებული რომ დაეცვა თავისი პრეზიდენტი მაგრამ არა შეჯდა წერი ხესა არა იყო გვარი მისი და გამოკუსკუსდა ეჩვენი სალომიკო და წავიდა მონასტერში სალოცავ. ხალბატონო მაია. ჩვენ იძულებული ვიყავით, გავაკეთო, იძულებული ვიყავით სალომე ზურაბიშვილისთვის მხარი დაგვეჭირა. მე პირადად რას ამჯეროდა, მაგრამ ის ინტერესს დაემთხვა ის და აი ამიტომ იყო და ამიტომ არის დღესაც რომ რაღაცა, მაგრამ ხალბატონო მაია უნდა მოვასწრო, გაგვეთიშება ჩართვა. არაფრის, აი რომ ანახა ხალხს რომ არაფრის დავი არ აქვს, იმის მერე სალომე ზურაბიშვილმა დაკარგა რეიტინგი და ნუ სალომე ზურაბიშვილის გვერდზე დარჩა ისეთი მარგინალური და ლუზერული ფსევდო პარტია როგორიც არის ყოფილი ევროპელი რა ქვია ხალბატონო მაია ადრე დაირქვეს და დღეს ქვია ფედერალისტები რომელიც აბსოლუტურად არის კოლაბორაციაში რუსულ რეჟიმთან ბიძინა ივანიშვილთან და მინიმუმ 2016 წლიდან ეწევა თავარ ამოცანას ასრულებს ეს არის ოპოზიციური კერძოდ ნაციონალური მოძრაობის და მისი მომხრეები და ზოგადად სასურველი მთლიანად ოპოზიციურ ფლანგზე ხალბატონო მაია დანაწევრება და კითხვა გამოვა ესე ღრმად წამს არის მხოლოდ საბაბი კი მიხეილ სააკაშვილს ვერ იტანს ცოლქმარი შერგოლიშვილი იმიტომ რომ მიაჩნიათ რომ გიგას არც მორიდებია ადრე პირდაპირ თქვა რომ მე ვიმსახურებო რომ მეტი ხმა მქონდეს ვიდრე მიხეილ სააკაშვილს ხო და აი ეს კაენური შური ეს ბიბლიური შური გინდათ სალიერული შური მოცარტის მიმართ კაენური ჯობია გასაგებია ხალბატონო მაია კაენური შური ადამიანის მიმართ ეს დაემთხვა ბიძინა ივანიშვილის ინტერესს და შედგა არაჩვეულებრივი დუეტი ივანიშვილსა და ცოლქმარ ბოკერიას შორის. გავიგეთ. ხალბატონო მაია, ხო გესმით? თქვენ საუბრობდით რომ სალომესო პირდაპირადი ინტერესი ჰქონდაო და იმიტომ შეცვალა თავის პოზიციაო. მე მაინტერესებს თქვენ როგორი თქვათ აზრი გაქვთ, როგორი პოზიცია გაქვთ რომ დასავლეთსაც აწყობდა მეორე ვადით აქ ზურაბიშვილი თუ ხელისუფლების შეცვლა მოხდებოდა პრეზიდენტად? დასავლეთს აწყობს ვახო საქართველოს დემოკრატიული თავისუფალი და ფეხზე დამდგარი საქართველო. დასავლეთი არასოდეს შენ არ გახვევს თავს რაღაცა ისეც რაც შენ დაგაზიანებს. ნუ იქ წვრილ-წვრილი რაღაც გამონაკლისები არის, კერძოდ მიგრაციასთან დაკავშირებით. მე სხვათა შორის ორბანის ერთადერთი რაც მომწონს, ეს მომწონს რომ საემიგრაციო პოლიტიკა აქვს ძალიან სწორი. და პოლონეთი ხო ისედაც და ასედაც მომწონს ყველა კუთხით. იმიტომ რომ ორბანი არის პუტინის კაცი, მაგრამ პოლონეთზე ამას ვერ ვიტყვით პოლონეთის ხელისუფლებაზე და აი გარდა საემიგრაციო პოლიტიკისა ყველაფერი რაც დასავლეთში აი ეს პრინციპები ფუძემდებლური რაც არის ეს არის ინდივიდის საკეთილდღეო და თუ ინდივიდი კარგად არის ის არის თავისუფალი არეშინია რომ აი დაუშვათ სამსახურს დაკარგა პენსიაზე ვერ იცხოვრებს ავად გახდება და იცის რომ გასაგებია ხალბატონო მაია ცოტად რო გვაქვს ესე იგი ისეთ აი ეს არის დასავლეთი არის პროგრესი ჩვენ თვითონ ვარ დასავლეთი შოთა რუსთაველმა რო დაწერა ვეფხვის ტყაოსანი 200 წლით ადრე დაწერა დანტე ალიგიერიმდე და პეტრარკამდე და ბოკაჩოვი. ხალბატონო მაია, რატომ დაებიჯდა სალომე ზურაბიშვილი 4-ში როცა დაიძრა ხალხი პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ, მან იცით თქვენ რომ გააკეთა განცხადება რომ ეს პროვოკაცია იყო. ზურაბიშვილის ეს განცხადება თქვენ როგორ აღიქვით? ისე ვიმეორებ. ადამიანი იმისთვის აქვს გონება, ხო, რომ ესე იგი 1001-ჯერ არ დააბიჯოს ფოცხზე ფეხი. იმიტომ რომ ერთხელ რომ დააბიჯე ფოცხს და ის ტარი რომ მოხვდება შუბლში, მეორეჯერ არ უნდა დააბიჯე, ხო? ამიტომ რა ვიცი ხა ძალიან მარტივია სინამდვილეში აქ ყველაფერი. ეს ქალი არის
დაკავებული მთლიანად თავისი კარიერული ინტერესებით. ეს არ არის არც მიხეილ სააკაშვილი, არც ზვიად გამსახურდია, არც მერაბ კოსტავა. გაუბედავი ქალია, სინამდვილეში არის ძალიან მშიშარა და გაუბედავი ქალი. ის არ არის ის ჰარიზმატული ლიდერი, იდეური, რომელიც აიძებს შტაბში აკლას. ნუ არ არის ეს ქალი ეს. მას უნდა როგორ აი აფორისტულად გეტყვით, მას უნდა უფლებები, მაგრამ არ უნდა მოვალეობები. იმიტომ რომ თავისუფლება არის ყველაზე ძვირი პროდუქტი. ყველაზე ძვირფასი პროდუქტი. თავისუფლება ითხოვს ზოგჯერ სისხლსაც, ზოგჯერ არა, ხშირად სისხლსაც, თუმცა არავის არ უნდა და არ უხარია ხო თავისთავად სისხლი, მაგრამ ისტორიას რომ გადავხედოთ, პრაქტიკულად თავისუფლების მოპოვება ბრძოლის გარეშე შეუძლებელია და სალომეს როგორ უნდა იცი? სალომეს უნდა რომ აი როგორც საფრანგეთში ნარნარად რა ესე გესმით აი ჩასვან რა გესმის მაგრამ აი საპრეზიდენტო სკამი უნდა მაგრამ თავისუფლების ბრძოლა რისკის შემცველი ბრძოლა არ უნდა ანუ შიშარა ანუ ფიზიკურად ვერ გაბედავს ფრაზეოლოგია რო ვიხმაროთ ის თავის ტყავს არ შეაგდებს ბრძოლაში ფარით ან ფარზე გახსოვთ დაჭერის შეეში და ასე თქვა ზურაბიშვილს არაჩვეულებრივი შეხვედრა ქონდა მაგრამ ჩამოვიდა და ბოლო შეხვედრა იყო ქალბატონო მაია დაჭერის შეეში და ანუ ზურაბიშვილს საქართველოს დღეს პოლიტიკოსებზე მეტად ჭირდება მებრძოლები პირდაპირ გაგებით ვინც თავის ტყავს შეაგდებს ბრძოლაში და ეგეთი პოლიტიკაში ჩვენ დღევანდელ პოლიტიკაში მიშას გარდა აი ლევან ხაბეიშვილი და და ეს კიდე ხუთი არაჩვეულებრივი ადამიანი ვინც გონი კავშირი გაწყდა ქალბატონ მაიასთან მე იმათ კი არ ვაბრალებ რამეს მე ვაბრალებ იმ ხალხს რომელიც არ აღმოჩნდა მის გვერდზე ხო და ის სხვადასხვა მარტო სალომის პრობლემა არ არის ზოგადად ჩვენი საზოგადოების პრობლემაა იმიტომ რომ ჩვენ გვინდა თავისუფლება მაგრამ ამ თავისუფლებისთვის რაღაცების გაკეთება რო არის რაღაცები რა არის ქალბატონო მაია ქალბატონო მაია რაღაცები რა არის დავაზუსტოთ რა ოკუპანტის ენაზე აპრიძილიწის დავარიში აპრიძილიწის ბოლომდე თუ ბოლომდე მაგრამ თლად ბოლომდე არა ქალბატონო მაია რაღაცებში რას გულისხმობთ ესმით რომ ცოტა ფეხმძიმე ქალიშვილი ვერ იქნება ქალიშვილი ან არის ქალიშვილი ან არის ფეხმძიმე მორჩა ქალბატონო მაია ანუ რას გულისხმობთ ამაში ფიზიკური შეტაკება უნდა მოხდეს ხელისუფლებასთან თუ ცოტაში რას გულისხმობთ ანუ ზურაბიშვილმა რა ვერ გაბედა პირდაპირ თქვათ ზურაბიშვილმა მაგალითად ვერ გაბედა ის რომ არ გამოსულიყო პრეზიდენტის სასახლიდან 4-ში რა ვერ გაბედა 4-ში 4 ოქტომბერს 4 ოქტომბერს რა ვერ გაბედა 4-ში კი არა აი მაშინ გასაგებია მაგრამ 4-ში რო თქვა რომ ეს პროვოკაცია არისო და რო თქვა ხო თქვა ხო ჯერა რომ ლეგიტიმურია თუ ჯერა რომ ლეგიტიმური ხარ და იცი რომ ამ გაყალბებული არჩევნებით არჩეული უბრალოდ დანიშნული არალეგიტიმური პარლამენტი მიხეილ ყს რო პრეზიდენტად ირჩევს ქართულ ხალხს ხო არ აუჩევია იცი თან ამბობ რომ ის არის არალეგიტიმური გასაგებია მადლობა ქალბატონო მაია თან ამბობ რომ არალეგიტიმურია მე ვარ ლეგიტიმურიო და ბიჭო თუ ხარ ლეგიტიმური კონდეს პრინციპულობა პირველი პრინციპულობა და მეორე სითამამე გაბედულება არ გახვიდე იმიდან გასაგებია ეს უნდა რა ესე თავისთავად დასკუპდეს სადღაც არა ბატონო არა მორჩა დასკუპების დრო დამთავრდა გასაგებია თავისუფლება ვიბრძოლებ თავისუფლებას ვიბრძოლებ ფიზიკურად ყველანაირად არა და ვიქნებით ესე ქალბატონო მაია მადლობა მაია ორჯონიკიძეს ჩემი ხმა აღარ ესმის როგორც ჩანს ქალბატონ მაიას მაია ორჯონიკიძეს უსმენდით და უნდა გადმოვიდეთ სტუდიაში გიორგი ქაჯაია არის ანალიტიკოსის ჩვენთან საღამოშტობისა მადლობა რომ მოხვდით ბოლომდე ვისმენდით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით რამდენად იყო ეს ბოლომდე უკვე მე რამდენად უნდა ვისაუბროთ ჩვენს და საზოგადოებამაც როდემდე უნდა
უყუროს რუსთაველის გამზირზე ამ ცირკს და მარაზმს რაც იქ ხდება სხვა სახელი უბრალოდ დიდი ბოდიში მაგრამ შეუსაბამო იქნება იმიტომ რომ იქ დგას ადამიანები რომლებსაც არანაირი მორალური და პოლიტიკური უფლებაც კი არა აქვთ რომ საზოგადოებას მოუწოდონ ბოლომდე და რატომ არა აქვს ხომ აი წინა გამოსვლას ვუსმენდი და უბრალოდ ძალიან სამწუხარო რეალობის წინაშე დგას მთლიანად ქართული ოპოზიცია ანალიზი რო გავუკეთოთ ხო ეს რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფება ბოლომდე მოუწოდებენ ადამიანებს მაშინ როდესაც 4 ოქტომბერს დაიმალნენ ზოგ სადარბაზოს კიბეებზე იჭერდნენ და თანამებრძოლებმა ასე ვთქვათ მეორე თავისი თანაპარტიელები დატოვეს და მიატოვეს ისინი ხალხი რამდენად უნდა გაყვეს ამ ადამიანებს ბრძოლაში და ჯერ აბრძოლაზეა საუბარი და ვინ მისებძვის ეგეც გასარკვევია ხო ხვდებით ამ დიდი კითხვის ნიშნები არსებობს და კიდევ ერთხელ განმეორდები რომ ეს იყო მათი საქციელი იყო სრულად ლაჩრული და აი ქართველ ადამიანს ქართველ ვაჟკაცს რო არ შეეფერება ეგეთი საქციელი, როდესაც რაღაცას მოწოდებებს აკეთებ, საზოგადოებას მოუწოდებ, რომ გვერდით დამიდექი, მხარი დამიჭირე, პოლიტიკაში ასე ვთქვათ, მართველ რგოლში მომიყვანე და ამ დროს შენს თანამებრძოლს ატოვებ. ანუ ეს, რაც მათ გააკეთეს 4 ოქტომბერს, ეს იყო პასუხი მთლიანად იმ მასკარადზე, რასაც, ბევრი წელია უყურებს ჩვენი ქართველი ხალხი, მაგრამ განსაკუთრებით ეს დაიწყო 2024 წლიდან, მიიღო რაღაცა მძაფრი სახე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და გრძელდება დღესაც, მაგრამ ესენი ვერანაირ პოლიტიკურ პროდუქტს ვერ შექმნიან, ვინაიდან მილევად რეჟიმში არიან და გამომდინარე აქედან, ეხლა ბოლომდე რაღაცა რუსო ესეთი ნარატივის გაღვივება რომელიც პირდაპირ ევრობიუროკრატებისგან იმართება, ხო, ეს აქცია დაფინანსება საიდან მოდის და ვინ არის მათი ირიბი თუ პირდაპირ მხარდამჭერი და ეს სიტყვა რუსოს, ასე ვთქვათ, ნარატივი, რაც ნიშნავს, ეს ჩვენმა ქართულმა ხალხმა ძალიან კარგად გაიგო და ამიტომ ბოლომდე თუ მათ სურთ, ბოლომდე მიაწვნენ საკუთარ რაღაცა სივრცეში, საკუთარ, უხეშად არ ვამბობ, რაღაცა მეგობრების წრეში და საკუთარ პარტიებში. აი, რა გიჩვენთ ამის განცდას, რომ თქვენ ამბობთ, რომ მილევად რეჟიმში არიან, ხო? მათი განცხადებით არ ვიცი რამდენი დღე არის, აი 300 რაღაცა 20 დღე თუ 325 დღე ვართ რუსთაველის გამზირზეო. რა მნიშვნელობა აქვს ყოველდღე ბევრი ადამიანია თუ ცოტა ადამიანია? ხო მკეტავთ რუსთაველის გამზირს, ხო? ასეთ განცხადებებს ვისმენ და ანუ რა გიქმნით აი ამ პოზიციას რომ მილევად რეჟიმში არის. ნახეთ, ადამიანების ჯგუფი და ის პარტიები, რომლებიც მთელი რაღაცა თან მათ ხელში არის, ეს ოლიგარქიული ტელევიზიები, ხო, რომელსაც ოლიგარქები ნამდვილად აფინანსებენ, ხო? ჩვენ ძალიან კარგად ვიცით სახელები და გვარები რო არ ვახსენოთ, როდესაც 3 და 4 თვის განმავლობაში შენ აანონსებ აქციას და სადღაც 5000 ადამიანი გამოგყავს, ეს აჩენს განცდას საზოგადოებასთან, რომ ეს მილევად რეჟიმში კი არა, აი რო იტყვიან გაბანკროტებული ოპოზიციის და გაბანკროტებული ოპოზიციის ნარჩენების ბჭყალებში სამოქალაქო აქტივისტები რო დაირქვეს, ეხა სახელი, რასაც ვხედავთ, ეხა შესაძლოა რომ ერთი ადამიანიც დადგეს და არავინ არ დაარტყამს რუსთაველის გამზირზე, ხო? მაგრამ მეტი შეგნება თუ არა აქვს და მეტი გონი თუ არა აქვს და ამით ეს რო პოლიტიკური აქტივიზმი არ არის და ეს რო პოლიტიკურ რაღაცა დივიდენდს არ მოუტანს, ამას თუ ვერ ხვდებიან, ძალიან ცუდად ყოფილა მათი საქმე, მაგრამ მე რასაც ვუსმენდი ეხლა, ხო? ისინი აი თქვენს გამოსვლას, წინა გამოსვლას მე არ ვიცნობ ამ ქალბატონს, მაგრამ სისხლი რაღაცა ბოლომდე, რაღაცა მოდი რა, ისა ხლაპუშკა ვესროლოთ, მოდი სალიუტი ვესროლოთ, მოდი მოლოტოვის კოქტეილი ვესროლოთ, ვის ესმის, ამართად დამცავს ესმის. ძალიან კარგი სიტყვა თქვა, ნახეთ, უნდათო, ქალბატონ მე მგონი სალომე ზურაბიშვილზე ამბობდა, ხო? სურსო რომ კარგად იყოსო, მაგრამ უფლებებიო იცისო, მაგრამ ვალდებულებებსო გაუბისო. აი ესა და მე დავატრიალებდი. ნახეთ, ესა ამ ადამიანებს ჩარჩოში კონსტრუქციულად და სამართლებრივი ნორმების დაცვით გააპროტესტონ და საკუთარი აზრი გამოხატონ, არავინ არ უშლის, არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი მათ წინააღმდეგ არ წავა, მაგრამ მათ უფლებები ახსოვთ, მაგრამ მოვალეობები და ვალდებულებები და სახელმწიფოს პატივისცემა არ ახსოვთ. ყველაზე სამწუხარო რა არის თელა მასკარადში, რასაც ჩვენ უყურებთ და რაც შემოგთავაზეს ხომ ეს ხომ დაგეგმილია, ხო ძალიან კარგად ვიცით ყველამ რომ ფინანსების გარეშე და გარი აქტორების ჩართულობის გარეშე უბრალოდ შეიძლება
ორი დღეც ყველაფერს ჭირდება ფინანსი, ხო? მოდი, როდესაც რაღაცა პოლიტიკურ აქტივობას აკეთებ. სამწუხარო იცით რა არის? ის ელჩები, მათ შორის ევროკავშირის ელჩს გულისხმობ რა, მიმოწერა რო ქონდა ერთ-ერთი აღარ მახსოვს მე მგონი გვარად ცეცხლაძეა, ხო ის ახალგაზრდა, რომელიც პირდაპირ ეთერში აანონსებდა თუ როგორ უნდა დაემხოთ შტურმით ერთ-ერთი საკანონმდებლო ორგანო, ხო? ამ ადამიანთან არის რაღაცა კოლაბორაციაში და ისეთი რაღაც მეგობრული დამოკიდებულება აქვს და შედალოცვილო თუ შენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ინტეგრირებას ხელი უნდა შეუწყო და კონკრეტული მისიით ახარ მოვლენილი ამ ქვეყანაში, ხო? მოდი რა რიგითი აქტივისტად ნუიქცევი და როდესაც შენ ხედავ რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი მიდის, პრეზიდენტის ინსტიტუტზე იხილე რომ შტურმი მიმდინარეობდა, ხო? რა უნდათ რა ღობე გადაჭრე რა გინდა ღობესთან? შენ ხო ღობის მიღმა რომ გააპროტესტო ერთი პოლიციელი არ მოვა, ხო? მე ადრე ვთქვი კიდევაც ოპოზიციური წიაღიდან მოვდივარ და არც მალა, მაგრამ მე მახსოვდა, აი კიდევ განმეორდები ჩემი უფლებები და ჩემი ვალდებულებები და პატივსცემდი ერთი ადამიანი ვერ იტყვის იმ პოლიციის სამართალდამცავს, რომელიც ჩემს წინ იდგა, ხო? ის სახელმწიფოს წარმოადგენს. ხო და ამ ესეთი ფაქტებს რომ წახალისებას უკეთებ და პლუს ამას ბრიუსელის კაბინეტებში მოკალათებული ადამიანები, სხვადასხვა ასე ვთქვათ, კონგრესის სხვადასხვა ადამიანები გამოდიან, ხო, მაღალი თუ დაბალი რანგის ასე ვთქვათ, პირები და ამბობენ რომ ის ყველაფერი რაც საქართველოში ხდება, ეს არის გამოხატვის თავისუფლება, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეს გამოხატვის თავისუფლებაში არ ჯდება და ეს არის მათი საქართველოს მხრიდან კი არა, მათი მხრიდან დემოკრატიზაციის განვითარებაში საქართველოში უკან გადადგმული ნაბიჯი. მათი მხრიდან და არა საქართველოს მხრიდან, იმიტომ რომ საქართველოს მოწოდების სიმაღლეზეა ისე როგორც არასდროს შეიძლება ვთქვათ. და მაინც როგორ ფიქრობთ, აი ეს ამ პროცესების ბოლო გაჩერება, ვხედავთ 2024 წლის არჩევნების შემდეგ მუდმივად გართულებული არის, ხო? ეს სიტუაცია არ არის ნორმალურ რეჟიმში, არ გვიწევს ყოფნა, თუნდაც 100 ადამიანი გავა თუ 200 ადამიანი გავა, იკეთება ქვეყნის მთავარი გამზირი. მიიღო ხელისუფლება სხვა რეგულაციები, მაგალითად ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსი გამკაცრდა, ვხედავთ დაკავებებს. ეს სიტუაცია სადამდე გაგრძელდება და რა იქნება ამის ფინალი? ნახეთ, პირველ რიგში მადლობა ხელისუფლებას იმისათვის, რომ როდესაც კანონი უჯეროვნად ასე ვთქვათ არ არის ეფექტური, აუცილებლად გადახედვა საჭიროებს და ძალიან კარგია, როდესაც კანონი გამკაცრდა, ხო? იმიტომ რომ ეს ერთი მუჭა რაღაცა აკაცუკების ჯგუფმა არ უნდა შეუქმნას დაბრკოლება და არ უნდა დაურღვიოს სიმყუდროვე ქალაქში მაცხოვრებლებს, ხომ? გადაადგილებასაც გულისხმობ მათ შორის. ნუ მილევად რეჟიმშია და დასასრული მაშინ ექნება, როდესაც მე მგონი ამ კვირაში შეიტანენ რადიკალური ოპოზიციის აკრძალვის დოკუმენტაციას საკონსტიტუციო სასამართლოში და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მალე დაჩქარდება პროცესი, საკონსტიტუციოც მიიღებს ისეთ ასე ვთქვათ გადაწყვეტილებას, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებზე იქნება მორგებული და ორიენტირებული და საქართველოში არა დესტაბილიზაციის, არამედ მშვიდობას ჩაუყრის საფუძველს და გამდინარე აქედან, როდესაც ეს თემები დაიძრება და როდესაც ხორცი შეესხმება, ნუ მათი ეს წარმონაქმნები და ნარჩენების დარწმუნებული ვარ რომ ეხლა ხომ მილევად რეჟიმში არიან, მაგრამ საერთოდ გაქრებიან და ნამდვილად განთავისუფლდება პოლიტიკური ველი და შეიძლება კონსტრუქციულ ახალგაზრდებს, თუნდაც ოპოზიციურად განწყობილებს აქტივობა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და ეს ნამდვილად მისასალმებელია და სიჯანსაღისთვის აუცილებელიც კი არის. მადლობა რომ მოხვდით და მე გადაცემაში მონაწილეობა გიორგი ხაჯაიას უსმენით, ანალიტიკოს და ირაკლი ქადაგიშვილი შემოგვერთა პარლამენტში და საღამოშვიდობისა ბატონო ირაკლი, მადლობა რომ მოხვდით. საღამოშვიდობისა. ბატონო ირაკლი, უმრავლესობის ხდომა იყო, ცოტა ხნის წინ დასრულდა, ვიცით რომ ხვალ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გააკეთებს განცხადებას ნაციონალურ მოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებით, როგორ ანუ საბოლოოდ რაღაცა მაინც თუ შეგიძლიათ გითხრათ, ვიცით რომ ხვალ პარლამენტის თავმჯდომარე ისაუბრებს, მაგრამ რაღაცა მონახაზი პატარა მაინც რომ გაგვაცნოთ. საღამოშვიდობისა, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. მოკლედ მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით, რომ მიზანი ამ საკონსტიტუციო სარჩელისა გახლავთ სწორედ ის, რომ საქართველოში ისეთი პოლიტიკური პარტიები, ან ისეთი პოლიტიკური საერთოდ იდეოლოგია, რომელიც მიმართულია ადამიანის უფლებების პირდაპირ და უხეშ დარღვევასთან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასთან, ზოგადად საქართველოს კონსტიტუციის, ასე ვთქვათ, კონკრეტულ მუხლებთან და სულისკვეთების დარღვევასთან, რომ ესეთი პოლიტიკური პარტიების ყოფნა არ ყოფნის საკითხი გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი და შედეგი იყოს, რომ მათი აკრძალვა
არა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვინც იქნებიან ის პარტიები, არამედ პერსპექტივაში ყველასათვის იყოს, ასე ვთქვათ, მაგალითი იმისა, რომ ქართულ პოლიტიკაში საბოტაჟის, დესტრუქციის, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის, ქვეყნის ინტერესების ღალატის და სხვა საკონსტიტუციო დებულებების დარღვევას ადგილი არ ექნება. კონკრეტიკა რაში არის ამისა, ამაზე მე ახლა წინასწარ ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ხვალე არის უკვე ბრიფინგი ჩანიშნული პარლამენტის თავმჯდომარისა, რომელიც სარჩელის გარშემო კონკრეტულად ისაუბრებს და ყველა ის დეტალი, რაც საინტერესოა საზოგადოებისთვის, მისგან იქნება გაჟღერებული. საბოლოო ჯამში ფაქტია რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შევა ეს სარჩელი და თუ დააკმაყოფილებს აი ამ თქვენს მოთხოვნას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხომ არ გამოვა ისე რომ ქვეყანაში ოპოზიცია აღარ იქნება პირველ რიგში მოგახსენებთ იმას რომ ქვეყანაში ოპოზიცია უნდა იყოს და ის აუცილებლად იქნება აქ საუბარი არის იმაზე რომ ქვეყანაში უნდა იყოს ოპოზიცია რომელიც ქვეყნის განვითარებაზე არის ორიენტირებული, რომელიც აღიარებს არჩევნებს, რომელიც აღიარებს ხალხის ნებას და არ უნდა იყოს ოპოზიცია, რომელიც თუ ვერ იგებს არჩევნებს, მაშინვე გადადის ქვეყნის ჩამოსვლა, ჩამონგრევის, ასე ვთქვათ, რეჟიმზე. ესეთი ოპოზიცია არ უნდა იყოს. ესეთი ოპოზიცია არც ერთ დემოკრატიულ ქვეყნებში არ არის მიღებული და არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთ ოპოზიციას პოლიტიკურ ველზე არავინ არ ტოვებს. მათ შორის უფრო მარტივი სამართლებრივი მექანიზმებითაც ვიდრე ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს რო მიმართავთ. ასე რომ ოპოზიცია იქნება და ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის რომ იყოს რეალურად ოპოზიცია რომელიც კონცენტრირებული არის ქვეყნის ინტერესებზე და არა იმაზე, რომ ოღონდ გარედან ჩარევით მომიყვანეთ ხელისუფლებაში და მერე თქვენი ყველა შეკვეთვის, ასე ვთქვათ, პირნათლად შემსრულებელი ვიქნები და ჩვენ ვიცით, როდესაც ხვის ინტერესებს ემსახურები, ყოველთვის ქვეყანა ამ დროს სავალალო მდგომარეობაში ვარდება. ხვალ შეიქმნება საქართველოს პარლამენტში ოპოზიცია. ეს რეალური ოპოზიცია თუ ამ ოპოზიციას როგორ უყურებთ, ხვალ შემოგერთდებიან გახარიას გუნდიდან? იცით რა არის, რომ ოპოზიცია თავისი რეალობა, არეალობა, თავისი საქმიანობით უნდა დაამტკიცოს. ნახოთ რა იქნება გახარიას ოპოზიცია, გახარიას ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ფლანგი, ხო? ყოველ შემთხვევაში შალვა პაპუაშვილმა ერთი რამ მოსწრებულად თქვა. სუმცირე იმას მაინც გავიგეთ დაკვეთა უცხოეთიდან როგორი არის ყველა კონკრეტულ მომენტშიო. ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ ზოგადად ქართული ოცნება იმისთვის რომ ქვეყანაში ყველას ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების საშუალება ჰქონდეს. ამისთვის ყველა პირობა არსებობს. მზაობა უნდა იყოს მეორე მხრიდან. ეს მზაობა რამდენად აქვთ ამ პოლიტიკურ პარტიებს ან ძალებს ეს მაგალითად გამოჩნდება მათ შორის გახარიას პოლიტიკური ჯგუფის ფონზეც. და ასევე მინდა გითხოთ იმ ახალ რეგულაციები, რომელიც შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდამხმარებელთა კოდექსში, რომელიც თუნდაც რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვის გამო ჯარიმებიდან ახლა უკვე პატიმრობით ისჯება. აი ამას უწოდებენ, რომ ეს არის ადამიანის სიტყვის თავისუფლების აკრძალვა, ადამიანის უფლებების დარღვევა, რომ ესეთი კანონები რეჟიმების დროს იქნა მიღებული. ამას აცხადებენ თქვენი ოპონენტები. აი ამ ახალი რეგულაციებით როგორ ფიქრობთ, აღიკვეთება რუსთაველის გამზირზე, რასაც ვხედავთ ჩვენ ერთ წლის განმავლობაში? მარტივად, ანუ თვითონ კანონით ყოველთვის აკრძალული იყო ქუჩის გადაკეტვა იმ შემთხვევაში, თუ ამას ობიექტურად არ მოითხოვდა შეკრებილ მანიფესტანტთა რაოდენობა. როცა ეს რაოდენობა არ არის, ქუჩის გადაკეტვა ყოველთვის აკრძალული იყო. ადრე იყო ეს, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციული ჯანრება, რომელიც თანხად გამოიყურებოდა, დაიხდებოდა. ჩვენ ერთ რამეს დავაკვირდით, ხო? აქ იყო მიზანმიმართული, აბსოლუტურად არანაირი, ასე ვთქვათ, აუცილებლობა რო არ არსებობდა ამისა, მიზანმიმართულად ფაქტობრივად წლის განმავლობაში 10 კაცი, 20 კაცი, 100 კაცი, მოკლედ, როცა არანაირი ამის აუცილებლობა არ იყო, დედაქალაქის ცენტრალური გამზირის პარალიზების მცდელობა, სხვა უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო არეალების ხელოვნურად პარალიზება. რისი მიზანიც იყო ქვეყანაში
პარალიზების, დესტრუქციის და კოლაფსის შექმნის, ასე ვთქვათ, ცდელობა. როდესაც არის მიზანმიმართული აი ესეთი ქმედება, რომელსაც მაგალითად ბევრ ქვეყანაში, მაგალითად იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში ლამის შიდა ტერორისტულ საქმიანობად, ასე ვთქვათ, აკვალიფიცირებენ უკვე ოფიციალურად. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვალდებულია შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება გაამკაცროს. გამომდინარე იქიდან, რომ არ შეიძლება ვიწრო 100-ოდე, 200-ოდე, თუ გინდათ 1000 ადამიანის ინტერესებიდან, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, აბსოლუტური უმრავლესობა დედაქალაქის მოსახლეობისა და ზოგადად საზოგადოება აი ესე ყოველ დღე, ყოველ საღამოს ამყოფონ ხელოვნურად წარმოქმნილ დესტრუქციულ რეჟიმში. და ჩვენ გვინახია ეს ისინი, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვან დროსაც კი პიკის საათებშიც კი კეტავდნენ რამოდენიმე ადამიანი მნიშვნელოვან მაგისტრალებს. მიზანი ერთი იყო, რომ ამით მასობრივი უკმაყოფილება დაეთესათ მოსახლეობაში. აქედან გამომდინარე, ეს არის ისეთი საქმიანობა, რომელსაც აბსოლუტურად არანაირი, ასე ვთქვათ, პირდაპირი კავშირი არ აქვს სიტყვის თავისუფლებასთან, პროტესტის გამოხატვის თავისუფლებასთან და ასე შემდეგ. საქართველოში პროტესტის გამოხატვა არასდროს არ ყოფილა დასჯადი. მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ხდება ეს, როდესაც პროტესტის გამომხატველები ან მიტინგი პირდაპირ გადადის კანონის დარღვევაზე. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია იმოქმედოს კანონის შესაბამისად. ურბასი მადლობა ბატონო ირაკლი, რომ მოხვდით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ირაკლი ქადაგიშვილს უსმენთ თქვენ საპარლამენტო უმრავლესობიდან და დავით გურგენიძე შემოგვიერთდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი საღამოშტობისა ბატონ დავით. მადლობა რომ მოხვდით. თქვენთან გვაინტერესებს ერთადერთი საკითხი არის თუ რომელიც საჩივარი რომელიც თქვენ შეიტანეთ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 2005-8 წლებში, როდესაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფართი, ასე ვთქვათ, გადაეცა მაშინდელი პრეზიდენტის დედას, ქალბატონ გიული ალასანიას. უფრო კონკრეტულად რო გვიამბოთ, რა მოხდა აი ამ წლებში? ძალიან საინტერესო ფაქტია და მას ჩვენმა საზოგადოებამ და არა მარტო ჩვენმა საზოგადოებამ, საერთაშორისო საზოგადოებაც ეს საკითხი იცის. მოგეხსენებათ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 103 წლის არის, ეს არის უდიდესი ინსტიტუცია, რომელმაც ეს ქვეყანა ააშენა. 70 წლის განმავლობაში საქართველოში არანაირ შემოდიოდა ჩვენი კურსდამთავრებულების, პროფესორ-მასწავლებლების მიერ არის ჩვენი ეს ლამაზი ქვეყანა აშენებული. ეს ფართები იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფართები. იყო ორი კორპუსი, რომელიც აშენებული იყო კომუნისტების ბოლოს და უკვე ჩვენი დამოუკიდებელი საქართველოს დასაწყისში, ორი დიდი კორპუსი. ჩვენვე მისამართზე, ჩვენვე ტერიტორიაზე რომელიც კანონმდებლობით, კანონის დაცვით იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ასევე იყო სტადიონი, ასევე იყო პოლიკლინიკა, ასევე იყო კიდე სასწავლო ლაბორატორიები. ეს ფართები ერჩვენია დღესაც, ქალბატონ გიული ალასანია იყო მაშინ უნივერსიტეტის პროფესორი, იყო ერთ-ერთი ცენტრის ხელმძღვანელი, თუ არ ვცდები და ერჩვენია დღესაც დაიწყო ჩამოყალიბდა საქართველოს უნივერსიტეტი, როგორც ჩემთვის ცნობილია, მას ჰქონდა თავიდან მგონი 12 აუდიტორია და შემდეგ უკვე დაიწყო ამ ფართების მითვისება. შემდეგ ამაზე ჩამოყალიბდა საქართველოს უნივერსიტეტი და რომელზეც უკვე ეტაპობრივად 2005 წლიდან 2008 წლამდე გადადიოდა ეს ჩვენი შენობა-ნაგებობა. ეს არის დაახლოებით 22,000 კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობა თავის დამაგრებული მიწის ნაკვეთთან ერთად. ჩვენ ამაზე ფაქტობრივად აქ სანერვულო მათ არაფერი არ აქვს, თუ ისინი როგორც საუბრობენ, რომ მათ ეს ყველაფერი კანონიერთა აქვთ, ასე ვთქვათ, ნაყიდი. მორალური მხარე, ჩემთვის როგორც მასწავლებლისათვის და მეცნიერისთვის სხვა თემაა და ამაზე შემიძლია საუბარი, რაც არ უნდა იყოს, არ უნდა იკადროს არც ერთმა პრეზიდენტმა დედამიწის ზურგზე, რომ ამხელა ისტორიის მქონე უნივერსიტეტი გაყოს და თავის ოჯახს მიცეს. სულ რო გადაეხადა 10-ჯერ მეტი თანხა. ეს მორალური მხარე. კანონმდებლობით, როგორც არის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჩამოართვეს ეს ფართები, წაიღო ეკონომიკის სამინისტრო, რომ არც შეკითხვი არ არის, არც ერთ აკადემიურ საბჭოს, არც წარმომადგენლობის საბჭოს, არც ერთი რექტორის, არც ერთი კანცლერის, არც ერთი ვიცე-რექტორის ხელმოწერა არ არსებობს. და შემდეგ უკვე ეკონომიკის სამინისტრო
უკვე რაფაში გაყიდა და როგორ გაყიდა მე ამას ვერ ვიტყვი. ამიტომაც არის გამოძიება, ამიტომაც ჩვენა საბუთებიც მოვიძიეთ და ეს არ დაწყებულა დღეს. კრედიტი გამოვიტანე, იმით ვიყიდეო ამას. ხაბატონი გიული წლების წინ იყო ჩემთან ეთერში და იმ თანხაზეც კი, რომელზედაც ის საუბრობს, იყო ექსპერტების განცხადება, რომ 9 ჯერ და 10 ჯერ ნაკლებია გადახდილიო. დიახ, ხაბატონი. მე როგორც რექტორს არ მაქვს უფლება ვისაუბრო მოარული ხმები. რა თქმა უნდა, მოძიებულია ჩვენს მიერ, ჩვენი აუდიტის სამსახურის მიერ, სამართლიანი უზრუნველყოფის სამსახურის მიერ საბუთები. ეს საკითხი იდგა ჩემი არჩევის დროს, ჩემს ასე თქვა სამოქმედო გეგმაში იდო. ეს საკითხი აღივლოს უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებსაც. ამიტომ მე დაემთხვა კოვიდი. კოვიდის შემდეგ იმუშავეს ჩვენმა სამსახურებმა რა საბუთებით შევაგროვეთ. ეს საბუთები ყველაფერი წარმოადგენთ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის. რატომ? და რატომ პროკურატურაში? ხანდაზმულობიდან გამომდინარე ჩვენ სასამართლოში მას ვერ შევიტანით. ამიტომ ჩვენ წარმოვადგინეთ ყველა საბუთი დავდეთ, რაც მოვიკვლიეთ, შევიტანეთ გენერალურ პროკურატურაში. ეხლა მათ პირიქით უნდა უხაროთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს საკითხი გაირკვეს, მათი დოკუმენტსაც მოიძიებს პროკურატურას მეტი ასე ვთქვათ არეალი აქვს და ის ყველა დოკუმენტს მოიძიებს, ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტს ეს საკითხი. თუმცა მოგეხსენებათ რომ პროკურატურა ჩვენ ვერაფერს ვერ დაგვიბრუნებს, ეს არის სასამართლო ხელისუფლების საკითხი უკვე და ჩვენ როგორც აკადემიურ საბჭოზე წარმომადგენელ საბჭოზე ვიმსჯელებ, ჩვენ მზათავართ შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სტრასბურგამდეც მივიდეთ, იმიტომ ეს უნივერსიტეტისათვის სისხორცეულია. ამ დროს როგორც შეიძლება ახლა ამას გამოიძიებენ, უნივერსიტეტს შეუჩერეს ავტორიზაცია. ფაქტობრივად გადააყენეს აკადემიკოსი რამაზ ხუროძე თავის დროზე, რომელიც არ წავიდა ასე ვთქვათ ამ გასვისებაზე. ეს უკვე კულუარული საკითხია, რომელიც მე ვერ ვიმსჯელებ. შემდგომ აირჩიეს პროფესორი არჩილ მოწონეც, რომელიც ასევე გადადგა. და ზუსტად ამ პერიოდში ეს ხონება 2008 წლის ომის დროსაც სვისდებოდა და გადადიოდა საქართველოს უნივერსიტეტის საკუთრებაში. ჩვენ ვერაფერს ვერ ვიტყვით და მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის უძველესი სამართლებრივი სკოლა აქვს. ასევე ჩვენმა პროფესორებმა შეისწავლეს საკითხი და ყველამ გვირჩია რომ შეგვეტანა ეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და ერთხელ და სამუდამოდ გაგვირკვია ეს საკითხი. მე მგონია რომ ქალტონი გიულისთვისაც ასე აჭირებს. საბოლოო მიზანი მაინც თქვენ თქვით რომ პროკურატურა და ეს ყველა მიცის რომ ვერ დაგიბრუნებთ სულ რომ მართალი აღმოჩნდეს ხო სასამართლო იქ შეიძლება დაადგინდეს მოხდა თუ არა დარღვევა და იქ ხო თუ არა დანაშაული მაგრამ საბოლოო ჯამში თქვენ იქამდე იდავებთ თუ ანუ თუ ეს მოცემულობა დადგა რომ ეს შენობა უკან დაიბრუნოთ აქ მარტო შენობებზე არ არის უნივერსიტეტის შენობებზე მეტია და მით უმეტეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 500,000 კურსდამთავრებული ყავს, რომელსაც ეს უნივერსიტეტი, ეს კედლები, ეს შენობა ნაგებობები, თავისი მასწავლებლები, პროფესორები უყვარდა და უყვარს. ასევე ბევრი პროფესორია, რომელმაც ეს ახალგაზრდობა აღზარდა. ჩვენთვის უნივერსიტეტი არ არის მარტო შენობა ნაგებობა, ის ხო ჩვენი სულიერი საზდოა. უნივერსიტეტი სტადიონი რო სტადიონი ისა დაგვიტოვეს. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ასე ვთქვათ ქონება აღდგეს და ასევე ვიდეოთ იმაზე თუ როგორ მოხდა რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი ეხლა იწყებს ამდენი წლის მერე იწყებს ფეხზე დადგომას. იმიტომ რომ ფაქტობრივად ავტორიზაცია რომ შეუჩერდა უნივერსიტეტი განახევდა. უნივერსიტეტის ეს შენობა ნაგებობა წაიღეს და როგორ არის უმოქმედო იყო ჩემთან თქვა ინტერვიუში ქალბატონმა გეულებ გასაგებია მათ აქვს თავის პოზიცია არა უნდა დაუწყნარით ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ მე ვფიქრობ რომ მათთვისაც კარგია და რა თქმა უნდა ჩვენი პროფესორ მასწავლებლებსაც კარგია და საერთოდ საქართველოს მოსახლეობისთვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ძალიან ბევრ ამას ნიშნავს ძალიან როგორც ფილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი, ძალიან ბევრ ამას ნიშნავს. ეს არის ჩვენი სულიერი საზრდო, რომელზეც ჩვენმა მამებმა და ერისკაცებმა უდიდესი თაობები სული ჩადეს და მე ამ თაობები აღზარდა და ეს ქვეყანა ასეთი ლამაზი და კარგი როა და დამსახურება ტექნიკურ უნივერსიტეტს. რა თქმა უნდა, ამიტომ გადავწყვიტოთ ეს საკითხი, ვიმსჯელოთ, წარმოვადგინონ ის საბუთები, ჩვენ საბუთებს წარმოვადგინოთ, ჩვენ სინდისთან მართალი ვიქნებით. გასაფიქრო რომ ჩვენ დავიბრუნოთ. თუმცა დღეს ხო პროკურატურამ უკვე გააკეთა განცხადება, რომ საქმესთან დაკავშირებით დაიწყო უკვე მოკვლევა საქართველოს პროკურატურას. იმიტომ რომ ჩვენმა სამსახურება ისეთი მასალები მოიძიეს, რომ ის საფუძველზეც შეიძლებოდა უკვე საქმის აღძრა. მოკლედ ჩვენ მივადევნებთ თვალს, როგორ განვითარდება მოვლენები. დავით გურგენიძეს ვსმენდით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს. ჩვენ 4 შაბათს შევხვდებით და ჩვენ შეკითხვებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პასუხებს დაგხვდებით.